ერთხელ 1579 წელი ოსმალებმა აიღეს ბიზანტიის იმპერია, დაამხეს ბიზანტია, იერუსალიმი ოსმალეთის ხელში გადავიდა და ადრე როგორ იყო თვით მართლმადიდებელი პატრიარქთან ერთად მოდიოდნენ სომხებიც, კათოლიკებიც ერთად იგენ ლოცულობდნენ, მაგრამ ესწრებოდნენ ამ მსახურებას, მაგრამ მართლმადიდებელი ხო გააგდით განან, ხო? მაგრამ ლოცვაში მონაწილეობას არ აღებინებდნენ მართლმადიდებლებმა, ერთობლივ ლოცვა არ იყო. თვითონ ლოცულობდნენ, მაგრამ ესეც ესწრებოდნენ. და ერთხელ 1579 წელს სომხებმა გადაუხადეს ფული ოსმალებს და უთხრეს, რომ მართლმადიდებლები არ შეუშვათ აქ, ჩვენ შევხვდით. და ოსმალებმა შეასრულეს, რაც შეგვიდნენ, ჩაკეტეს კარები და პატრიარქი მართლმადიდებელი დააყენეს შესასვლელ კარებთან. შევიდა სომხების პატრიარქი თავის ამალასთან ერთად დაიწყო ლოცვა, გავიდა 1 საათი, 2 საათი, 3, 4, 5 დაღამდა და უკვე ატყობენ, რომ ცუდად აასადნენ. და ეს მართლმადიდებელი პატრიარქი სოფრომი ქრისტოდულოს უბრალოდ დგას და სანთელი უჭირავს ხელში ლოცულობს ეხვეწება უფალო შეგვიწყალო და მოხდა სასწაული. მეხი დაეცა იმ სვეტს, სადაც თვითონ ეს მეხიც არ არის, მეხი რო დაეცა მოკლავს კაცს, ხო? ცეცხლიდან ცეცხლი გარდა მოხდა, ეს სვეტი გააპო შუაზე და ცეცხლი აინთო პატრიარქის ხელში და იგი დგომა არაბებმა, მართლმადიდებელი არაბები არიან ძირითადად იერუსალიმის ბერძნებმა დაიწყეს სულ ჩვენი სარწმუნოება სწორია, ჩვენ მართლები ვართ, ჩვენი სარწმუნოება სწორია და დღესაც გინახიათ ყიჟინა რო არაბები დღეს ვინც უყურებდა ცეცხლის გადმოსვლას ნახავდნენ ერთმანეთს ზურგზე რო აზიან და რო ყვირიან და ხვლები უჭიროთ ხელში და დროშებს აკრევენ და მთელი ჟირიამული აქვს დატეხილი ყვირია რომ ჩვენი სარწმუნოება სწორია, ჩვენ მართლები ვართ, მართლმადიდებლობა ერთ-ერთი češtmeti სარწმუნოება. ამას ყვირან არაბულ ენაზე. წარმოიდგინეთ ამის გაკეთება მუსულმანურ გარემოში რა არის. აბოთბილს რა უკნეს ხო გახსოვთ? ამას რო ყვირი ხარ შუა იერუსალიმში და თავი გადადდება. და ნახეთ რა მოხდა ამის შემდეგ სომხებს რო ეხვეწო მარტო სომეხი ცეცხლის გადმოსასვლელად არ შევა. მაგრამ ეხლა ნახეთ რა ხდება, დღეს ალბათ აჩვენებდნენ ტელევიზორში. მე არ ვიცი ხერე კომენტარი გააკეთეს, მე გეტყვით რა ხდება. ამის შემდეგ სომხებმა თქვეს, რომ ჩვენ უნდა გავჩვენებოთ ხოლმე ყოველთვის იერუსალიმის პატრიარქი და ყოველ წელს 500 წელი გავიდა ამის შემდეგ. ყოველ წელს მართლმადიდებელი პატრიარქი მიდის. სომხებს ზოგჯერ უკვე აღდგომა გადახდილია. მაგრამ მაინც შემოსილებიან საავტომატო დასასრულში რატო ვერ გავიგე? მიდიან იერუსალიმის პატრიარქთან და ჩხრიკავენ პატრიარქს. პატრიარქს აცვიან მარტო სტიქარში, არც ფილონი, არაფერი არ აცვიან, მარტო თეთრები აცვიან. ჩხრიკავენ 800 არ წაიღოს, წვერსაც უშინჯა 800 არ შეიტანოს, წარმოიდგინეთ. მანამდე შედიან ტაძარს ჩხრიკავრში გასათები არ იყოს, ბეჭდავენ ამ ტაძარს. ყოველ წელს ერთხელ კი არ გააკეთეს ეს. 500 წელი ყოველ წელს აკეთებენ. 1579 წლის შემდეგ, რამდენი წელი გავიდა 450. შედის იერუსალიმის პატრიარქი და სომეხის პატრიარქი, სომხეთის პატრიარქი ისახსო, მეც უნდა შევყვეო, მაგრამ იცით რატო შეყვება? რომ დააკვირდეს, რომ იმან იქ უცმად საინდაღად ცეცხლი არ ანათოს თავისი. და იქ ქრისტეს საფლავი ორი ნაწილისგან შედგება. ერთია ქრისტეს საფლავი, ერთია ანგელოზის ტოა. მეორე წინა ტოა არის, რაც ანგელოზისმა ლოდი გადააგორა, იქ ანგელოზის ტოა კი შენ ოთახს და შე ქრისტეს საფლავი. ქრისტეს საფლავი შედის მართლმადიდებელი პატრიარქი, ამას დაწვრილებით რატო ხსნო ტელევიზორში ვინც უყურებდა კითხვები აღარ ქონდეს რატომ შეყვა სომხების პატრიარქი მართლმადიდებლს. ეს სომხების პატრიარქი დგება ანგელოზის ტოაში და იქიდან აკვირდება. ხო გადმოვიდა ცეცხლი. მიდის დევრება გადმომიკიდებს. გადმოუკიდებს ცეცხლს, გამოდის და აქნევს ამ ცეცხლს თითქოს მაგის ხელში გადმოვიდა კაცო. ერთ წელს პატრიარქმა ირენეოსმა არ მიცა ცეცხლი. კი არ მიცა, გამოიტანა და ამან უთხრა გადმომიკიდეო და თვითონ გადავიმას ჩაუქრო ცეცხლი, წარმოიდგინე. იქ არდა მთელი ჭიდობა საელჩო ჩაერეს საქართველოსთან ელჩის მოადგილე ჩაერე მთელი მუშტიკრი ჰქონდა ძალიან დიდი ამბები იყო ბერძნები და სომხებს დიდი დარება ჰქონდა მაგრამ თვითონ ფაქტი შედალოცვილი ხედავ შენ სარწმუნოებაზე ცეცხლი არ გადმოდის არაფერი არ ხდება საერთოდ ყუილე შენ სარწმუნოება შეცვლილი სარწმუნოება თუ გინდა რომ ცეცხლი გახდი მართლმადიდებელი თქვი რომ ბოდიში შევცდი ჩვენი სარწმუნოება სწორი არ არის მართლმადიდებლობა ერთ-ერთი ჭეშმარიტ სწორი სარწმუნოება ცეცხლის გადმოვა და ძველსთენზე გადმოდი და ყველაფერი სწორად იქნება. ეს რო იცოდეთ, რაც ხდება ქრისტეს საფლავზე.